Nars ღმერთი ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო ძმანო და დანო ყველას გილოცავთ მარტვილი ის დღესასწაულს როგორც ვიწვით სულთმოფენობის დღესასწაულს მოგეხსენებათ რომ ამ მოვლენას აღწერს წმინდა წერილი როდესაც მოციქულები იყვნენ შეკრებილნი იერუსალიმში ცეცხლის ენათა სახით გარდამოვიდა მათზე სული წმინდა და ამ დროს მოხდა მათი აღკვსება მადლით სული წმინდისა იმისათვის რომ მათ ეკადაგებინათ სიტყვა უფლისა ეკადაგებინათ ქრისტეს შესახებ და ამიტომაც მიეცათ მათ ნიჭი მრავალი ნიჭი წინასწარმეტყველებისა ნიჭი უძლურთა განკურნებისა მტართა აღდგინებისა ნიჭი სხვადასხვა ენაზე საუბრისა და ეს ნიჭები მონიჭებული იყო მათთვის იმიტომ რომ ჭეშმარიტება ეუწყებინათ მთელი კაცობრიობისათვის და ადამიანი ამ ჟამიდან ყოფილიყო სულიწმინდის მადლის მიმღები და მატარებელი. ეს შესაძლებლობა რომ ყველა ჩვენგანი ყველა მორწმუნე და ეკლესიის წევრი იყოს სულიწმინდის მადლის მატარებელი ეს შესაძლებლობა მოგვენიჭა ჩვენ ქრისტეს ჯვარცმის მისი აღდგომისა და ამაღლების შემდგომ და მაცხოვარი თავად ეუბნება მოწაფეებს რომ ვისაცო წმენესო ჩემიო მისგან დიოდესო დინარენი ცხოვრებისანიო და ვერ მიხვდნენო მოწაფეებიო ამ სიტყვებს რამე თუ სულიწმინდა არ იყოო ქრისტე დიდებულ და სულიწმინდა არ იყოო გარდამოსული მოწაფეებზეო და აი დიდება ქრისტესი ძვირფასო ძმანო და დანო დიდება უფლისა ჩვენისა იყო მისი ვნება მისი ჯვარცმა და მისი აღდგომა და აი მხოლოდ ამის შემდგომ გარდამოვიდა სულიწმინდა ღმერთი და ნუგეშინის მცემელი როგორც ამბობს თავად მაცხოვარი რომ სხვა ნუგეშინის მცემელი მოგივლინოო თქვენო და ეს სიტყვები ეხება სულიწმინდა ღმერთის მოქმედებას ადამიანებზე და ეს ნუგეშინის მცემელი დამკვიდრებული არის წმინდა ეკლესიაში და ჩვენს ნუგეშს აგვცემს ჩვენს განგვაცხოველებს და ჩვენს გვანიჭებს ნიჭებს სხვადასხვა სახის რომელიც წმინდა მამებში რომელსაც ჩვენ წმინდა მამებში ვხედავთ წმინდა მამებში როგორც უნარს ჭვრეტისა ადამიანთა სულიერი მდგომარეობის ხედვისა განკურნებისა სხვადასხვა ავადმყოფობათაგან ადამიანების ნუგეშინის ცემისა და მათი გამხნევებისა არა რაღაც ისეთი
ფსიქოლოგიური ხერხებით, არამედ სული წმინდის მადლით. და თუ ჩვენ ვიტყვით, აი ვინ არის ასეთი ადამიანი, მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა, რომ ასეთი ადამიანი ჩვენს ისტორიაში იყო მამა გაბრიელი, იყო მამა ვიტალი, იყო ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი ილია. და ყველას გვახსოვს თუ როგორ მისი სიტყვა, როგორი გამამხნევებელი, სიმშვიდის მომტანი და ნუგეშინის ცემელი და დამაიმედებელი იყო მორწმუნე ერისათვის. და არა მხოლოდ მორწმუნეთათვის, არამედ იმათვისაც, ვინც არ იყო ეკლესიის წევრი. და საერთოდ იმათვისაც კი, ვინც არ იყო ქრისტიანი. და ეს არის მოქმედება სული წმინდის მადლის, ძვირფასო ძმანო და დანო. და მადლი სულისა წმინდისა თუ ძველ აღთქმაში, მხოლოდ წინასწარ მეტყველებში, საჯულებში, ერის წინამძღვრებში, ზოგჯერ მეფეებში მოქმედებდა იმისათვის, რომ ერი წარემართად ღვთისაკენ, დღეს სული წმინდის მადლს ღებულობთ ყველა ჩვენგანი, ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა. ჩვენ ღმერთმა ეს გვიბოძა, გვაჩუქა ჩვენი სულის საცხოვნებელად და ვინათლებით სული წმინდის ძალით და მონიჭებულას ჩვენზე და ჩვენ და ბეჭედი სულისა წმინდისა, რომელიც არის საწინდარი ჩვენი მარადიული ცხოვრების და ღმერთთან დამკვიდრების. უკვე თუ ეს ბეჭედი ჩვენ არ შევლახეთ და სულიწმინდა მოქმედებს ადამიანთან მიმართებაში, მანამდე სანამდე ადამიანი ცოდვით არ ჩაუხშობს მას ამ მოქმედების შესაძლებლობას. ცოდვა არის ის, რაც განგვაყენებს ჩვენ სულიწმინდასაგან, რაც არ აძლევს მადლს სულისაწმინდისა, რომ იმოქმედოს სრულყოფილად, იმოქმედოს ჩვენს საცხოვნებელად, ჩვენს ნუგეშინის საცემელად. ამიტომაც ძვირფასო ძმანო და დანო, ნუ მივცემთ ცოდვას და ეშმაკს მაგის შესაძლებლობასა და უფლებას, რომ წაგვერთვას ჩვენ მადლი სულისა წმინდისა, ჩვენი განმაცხოველებელი, ჩვენი აღმავსებელი სიხარულით, შვიდობით და რაც მთავარია, სიყვარულით. წირვის შემდგომ დაიწყება წუხრი, რომელზედაც ჩვენ წავიკითხავთ მუხლმოდრეკის ლოცვებს და მუხლმოდრეკის, იმიტომ რომ ღმერთს მუხლმოდრეკილი ვევედრებით, რომ გარდამოგვივლინოს ჩვენ მადლის სულისა წმინდისა. და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ გარდამოუვლინოს
მიცვალებულთაც, ანუ არა მხოლოდ ცოცხლებს, არამედ მიცვალებულთაც, გარდაბოულინოს ყველას საცხოვრებელად, იმიტომ რომ ღვთის წინაშე ყველანი ცოცხალნი ვართ ჩვენ, გარდაცვლილნი არიან სხვა სამყაროში, ჩვენ ჯერ კი ვართ აქ ამ წუთის სოფელში, რომელიც დასრულდება და ჩვენც გავხდებით მკვიდრნი სხვა სამყაროსი. და ჩვენც დაგვჭირდება მაშინ ლოცვა და დახმარება ეკლესიისა და მორწმუნე ერისა. ამიტომაც ამ ლოცვის წაკითხვის დროს ყველამ გულით ვთხოვოთ უფალს მადლი სულისა წმინდისა ყველასთვის, მთელი ეკლესიისთვის, ვთხოვოთ ცოცხალთა და მიცვალებულთათვის და ეს ჩვენი თხოვნა მუხლმოდრეკით აღვავლინოთ. მერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო, მადლი სულისა წმინდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.